თანხას ვინახავდი აქ. პიანინოში, აი აქ. აქ ვინახავდი და $50,000 იყო, თითო თეთრად ნაგროვი და დედაჩემის დედის ჩემი გათხოვების ოქროული რაც იყო 9 კილომდე ამხელა მუჭით და ჩემი შვილის მირონაც ხომი ჯურები. მაგის მერე მიდეს ეს სანტელი წინდა გიო. იმის იმედად რომ იქნებ დაგვიბრუნ. წლების განმავლობაში მოგროვებული ქონება ალბინა გოგიაშვილმა ზუსტად ერთ დღეში დაკარგა. გორის ბაზრის 33 წლის მოვაჭრეს სახლიდან მისი მტკიცებით $150,000 და 1 კილომდე ოქრო მოპარეს. $9 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებას და ნაღდ ფულს ის პიანინოში ინახავდა. 25 ბეჭედი იყო, 2 ხელსაბამი იყო, 2 სამაჯური იყო, საათი იყო, ოქროსი ძველებური, პატარაობიდან სწავლაზე უარი ვთქვი, ყველაფერზე უარი ვთქვი. მთელი ცხოვრება კაპი. შეგიძლიათ ლილოში ჩაწეროთ, 9 ლილო ვწნოთ. მეზობლები ჩაწეროთ, კაპი, გამას მძინარეს ვტოვებდი 8 თვისშვილსა. მეზობლებს ვტოვებდი, საერთოსში ვცხოვრობდით, მძინარეს ვტოვებდი. წელებზე ფეხს ვიდგავდი, ქუჩაში დავდიოდი, შეგიძლიათ ახვიდეთ საქართველოში იკითხოთ. ჩანთებით როგორ აი ასე დავდიოდი და სოფელს დავდიოდი აი ასე და თითოეულ კაპიკს შოულობდი არ ვიცმევდი. პიანინო, სადაც ქალი ოქროს სამგაულებს და დიდი ოდენობით ფულს ინახავდა მძარცველების სამიზნე 2021 წლის 14 ივლისს, ანუ წელიწად ნახევრის წინ გახდა. იმ დილით ალბინა გოგიაშვილი ტრადიციულად გორის ბაზარში სავაჭროდ წავიდა. მცირეწლოვანი შვილი და დედა კი დასასვენებლად საირმეში გაუშვა. შევედი და რას ვხედავ, ეს ოთახის კარები ღია, ეს ლოგინი არის ამოტრიალებული, ეს ყველაფერი გადმოყრილი, აქ მხოლოდ იყო, აი ეს უჯრები იყო გადმოყრილი. უკან სახლში დაბრუნებულ ქალს ყველაფერი თავდაყირა დახვდა. კარადებიდან ტანსაცმელი გადმოყრილი იყო, უჯრები ღია, ოთახები არეული. ალბინა გოგიაშვილი მიხვდა, რომ სახლში ვიღაც იმყოფებოდა. პირველი რაც გააკეთა, პიანინოსთან მივიდა, სადაც აღარც ფული და აღარც ოქროს სამგაულები დახვდა. აიმეს რომ დავინახე, დავეცი აქვე, მაგრამ იმდენი შევძელი რომ პიანინომდე მისულიყავი, პიანინო დახურული დამხვდა. რომ მივედი და ესე გადმოუწიეთ ეს პიანინო ესე გადმოუწიეთ თუ არა და ვაიმე მეთქი და ეგრევე გადავარ. გონზე მოსვლის შემდეგ ალბინა გოგიაშვილის სახლი უკვე პოლიციის ალყაში იყო მოქცეული. ანუ მომხდარიდან მალევე სამართალდამცველებმა უკვე იცოდნენ, რომ პიანინოდან 9 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ფული და ოქრო იყო წაღებული. კრიმინალურ პოლიციას გოგიაშვილმა იმ პირების ვინაობა დაუსახელა, ვისაც ოქროს და ფულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. ვისაც უშუალოდ ჩემს სახლთან შეხება ჰქონდა, ამის შემდგომ წავიდა გამოძიება. პოლიციამ მოწმეების გამოკითხვა დაიწყო. ამოიღეს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. გამოკითხეს გოგიაშვილის ახლო გარემოცვის წევრებიც, თუმცა სამართალდამცველებმა საქმე ვერ გახსნეს. ალბინა გოგიაშვილმა კი მომხდარიდან ორ კვირაში პოლიციას კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ქალი ეჭვობდა, რომ პიანინოდან მისი ქონება გორის ბაზრის ერთ-ერთმა მოვაჭრემ 42 წლის რამზინ გულაევმა წაიღო. კონკრეტულად რამაზე ქალბატონო მარიამ, მე პირველივე დაკითხვაზე, მეორე დაკითხვაზე არ მithქვავს და უკვე რომ რაღაც ფაქტები თვითონაც ჰქონდათ და კითხვებს მისმევდნენ, ამ კითხვებზე ვპასუხობდი და ამ კითხვებიდან გამომდინარე წამოვიდა ის რომ რამის გულიევი რამზინ გულაევი გამოკითხვაზე რამდენჯერმე დაიბარეს. აიღეს მისი დნმ-ის ნიმუშები, ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, თუმცა ქურდობის საქმეში სამართალდამცველებმა სამხილები მის წინააღმდეგ ვერ იპოვეს. ამიტომ პოლიციის განყოფილებაში მისულს წელიწად ნახევრის განმავლობაში უკან უშვებდნენ. ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღო ნებაყოფლობით, მიუხედავად ამისა დაკავების შემდეგაც კი არაერთხელ შევიდა მასთან გაუმძებელი, ეკითხებოდა კონკრეტულად ამ ქურდობასთან დაკავშირებით, ხომ არაფერი იცოდა, თუმცა ჩემი დაცვის კოშკოფი ამბობს, რომ არ იცის მან არაფერი, არანაირი შეხება არ აქვს არც ამ სახლთან და არც იმ ადამიანებთან, თუ ვინ შევიდა ამ სახლში.
პოლიცია სავარაუდო დამნაშავეს ვერ აკავებდა, ალბინა გოგიაშვილი კი რამზან გულაევის დასჯას სისტემატიურად ითხოვდა. საქმე კი საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ გულაევსა და ქალს შორის ბაზრის ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ალბინა გოგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით გულაევი იმავე დღეს ციხეში აღმოჩნდა. ადვოკატები ამბობენ, რომ კონფლიქტის პროვოცირება ქალმა მოახდინა. აი ესე მქონდა ხელები დაგლეჭილი. ესე მომიჭირო ორივე ხელი ქალბატონო მარიამ უსვამოთ, რომ ტელეფონი არ მომიღო და არ ჩამეწერა. დაკავებიდან მალევე რამზან გულაევს პროკურატურამ ბრალი ალბინა გოგიაშვილის სახლიდან გაუჩინარებული ოქროს და ფულის ქურდობის საქმეზეც წარუდგინა. საგამოძიებო უწყება ამ შემთხვევაში ორი მოწმის, თამარ მაჭარაშვილის და ზურაბ მოციქულაშვილის ჩვენებებს დაეყო. თუმცა თამარ მაჭარაშვილმა მისი ოჯახის განცხადებით გულაევის იქ-ყოფნა მალევე უარყო, რადგან ეს კამერების ჩანაწერებით მისი დედის განცხადებით არ დადასტურდა. დაირკვა ჩემო კარგო, რომ ის არ იყო ნამდვილად ამოწმეს იპოვეს ის პიროვნება. და არ იყო სავარაუდოდ. არა, თქვენმა შვილმა ვინც დაინახა ის ბიჭი არ არის არა, ნამდვილად ამოწმეს მაშინ და არა. საბოლოოდ გამოძიებას გულაევის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმის, ზურაბ მოციქულაშვილის ჩვენება დარჩა, რომელიც საქმეში წელიწად ნახევრის შემდეგ გამოჩნდა. მე შემიძლია ვთქვა, რომ არის სრულმოწმე მხოლოდ და მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ მოწმეს ვერ პოულობთ, მოწმის გამოკითხვა შეუძლებელია, მოწმეს მიცემული აქვს ისეთი არასანდო ჩვენება, რომ შეუძლებელია მე ამ ჩვენებიდან გამომდინარე ვიხემძღვანელო და ვივარაუდო, რომ ეს არის მართალი ადამიანი. ადვოკატები პირდაპირ ამბობენ, რომ მოციქულაშვილი სრულმოწმეა. ამ ვარაუდს მისი ჩვენებაც ამყარებს. ათობით გამოკითხულ პირს შორის ის ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც წელიწად ნახევრის შემდეგ გაიხსენა, რომ ქურდობის დღეს გულაევი ალბინა გოგიაშვილის სახლთან დაინახა. მოციქულაშვილი დეტალურად აღწერს ჩვენებაში იმასაც, როგორ გამოიყურებოდა მისთვის უცნობი გულაევი იმ დღეს რა ეცვა და როგორ გადაადგილდებოდა. ძალიან კარგად მახსოვს, ის იყო 40 წლამდე, საშუალოზე მაღალი, ოდნავ სუსტი, მოგრძო პირის სახით, სწორი ფორმის ცხვირით, შავი ფერის თმით, მსხვილი ტუჩებით, რკალისებრი წარბებით და ოდნავ წამოწეული ნიკაპით. მახსოვს დეტალურად მისი ჩაცმულობაც. კითხვაზე გიპასუხებთ, მქონდა თუ არა თან ჩემი მობილური ტელეფონი იმ დღეს? არ მახსოვს. შემთხვევითი შემხვედრის შესახებ სავარაუდოდ სრულმოწმეს ყველაფერი ახსოვს, თუმცა რატომღაც ვერ გაიხსენა, ჰქონდა თუ არა თავად იმ დღეს მობილური ტელეფონი, რომელიც მისი შემთხვევის ადგილზე ყოფნას დაადასტურებდა. დეტალურად ხწერს თვითონ რა ეცვა ახსოვს, რა ეცვა რამის გულიევს ახსოვს, მაგრამ ტელეფონი, მობილური ტელეფონი, რომელიც არის ისეთი ნივთი, არ შეიძლება ადამიანს დაავიწყდეს, აქვს თუ არ აქვს, აი ამ ნივთზე საუბრობს, რომ ეს დეტალურად არ ახსოვს, მას ჰქონდა თუ არა მობილური ტელეფონი. თუნდაც იმ პერიოდში ეს ადამიანი ფიქსირდებოდა ანძებიდან გამომდინარე დაფიქსირდებოდა გორში, მაგრამ დიდი ეჭვია, რომ ამ პერიოდისთვის საერთოდ არ იყო ეს ადამიანი გორში და აი აქედან გამომდინარე დაიმალა მისი ტელეფონი. პოლიციის ოქროს მოწმესთან ადვოკატებს ბევრი კითხვა აქვთ, თუმცა მის კვალზე გასვლას ვერავინ ახერხებს. მოწმე ვეძებეთ, ყველანაირ გამოვკითხეთ იქ მცხოვრები პიროვნებებიც, ასევე საფოსტო გზავნილებიც გავაგზავნეთ, მე მასთან მინდოდა შეხვედრა და გამოკითხვა მისი. მიუხედავად ამისა, გამოძიებასაც არ და ვერ უზრუნველყო ამ მოწმის ჩემამდე მოსვლა და ვერ გამოიკითხა მოწმე. პოლიციის ოქროს მოწმე არის გაუჩინარებული. დიახ, გაუჩინარებული, მისი მოძებნა შეუძლებელია. ვინ არის მოწმე ვინც? მისივე მტკიცებით პიანინოში ჩამალული დიდი ფულის და ოქროს ქურდი ამოიცნო. მისი ადგილსამყოფელი შაბათის ეთერმაც ვერ დაადგინა. ის რეგისტრაციის მისამართზე არ იმყოფება. ზურაბ მოციქულაშვილს არ იცნობენ არც გორში ქართლის ქუჩაზე, სადაც მისივე ჩვენების მიხედვით ქირით ცხოვრობდა. გამარჯობა. ბატონო, ამ მამაკაცს თუ იცნობთ? არა. აქ ცხოვრობდა ნაქირავები. არ ვიცი კიდევ. არ გინახავთ არასდროს? ამ მამაკაცს ხომ არ იცნობთ? არა. ანუ ნაქირავები ქონდა სახლი აი ამ ეზოში. ამ მამაკაცს ხომ არ იცნობთ? არა. არ გინახავთ არასდროს?
სად არის გადამალული ოქროს მოწმე და იმყოფებოდა თუ არა იმ დღეს შემთხვევის ადგილზე. კითხვები გორის პროკურორს დავუსვით. დავით გუმბერიძე ამბობს, რომ მოწმის იქ-ყოფნა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დგინდება. მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ ვერ გაშიფრა წელიწადნახევრის განმავლობაში პოლიციამ კამერები და რატომ ვერ მოახდინეს მთავარი მოწმის იდენტიფიცირება. ამ კითხვებზე პროკურორს პასუხი არ აქვს. როგორ იპოვა გამოძიება წელიწადნახევრის შემდეგ მთავარი მოწმე? მე გიხსენეთ თქვენ ვიდეო ჩანაწერები, რომელზეც კონკრეტულად ქურდობის დღეს დაადგინდა თუ ვინ გადაადგილდებოდა იმ ქუჩაზე, შესაბამისად ჩვენ დავიწყეთ ყველა ამ ადამიანის გამოკითხვა, ვისაც შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქონოდა საქმესთან დაკავშირებით. წელიწადნახევრის შემდეგ დაადგინეთ, რომ მოციქულაშვილი იქ გადაადგილდებოდა, კამერები ხო ეგრევე ამოიღეთ. მე თქვენ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს არ იყო მარტივად გამოსაძიებელი საქმე, მოგეხსენებათ ქურდობის კატეგორიის საქმეები, რთულად გამოსაძიებელი საქმეებია ხშირ შემთხვევაში. შესაბამისად ეს პერიოდი, რაზეც ახლა თქვენ აპელირებთ, შესაძლებელია გარკვეული პერიოდი გამოძიებას დაჭირდათ. პროკურორი ამტკიცებს, რომ მოწმის ჩვენებების გარდა რამაზ გულაევის შემთხვევის ადგილზე ყოფნას, მისი სატელეფონო ანძები და ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემებიც ადასტურებს. თუმცა პროგრამა, რომლითაც ეს გარემოება გამოძიებამ დაადგინა, ადვოკატებისთვის არასანდოა. შესაძლებელია ადვოკატს არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, როდესაც ამბობს, რომ რაღაც პროგრამის საფუძველზე გამოძიებამ დაადგინა, რომ გულიევი იმყოფებოდა თქვათ ქურდობის ადგილას, მაგრამ ეს არის სპეციალური პროგრამა, რასაც ჩვენ ვიყენებთ, რის საფუძველზეც ვადგენთ კონკრეტულად პირი იმყოფებოდა თუ არა იმ ლოკაციაზე. ინტერნეტ ტრაფიკის საშუალებით შესაძლებელია დავადგინოთ ჩვენ კონკრეტულად სად იმყოფებოდა პირი, თუ ჩვენ ვიცით მის მონაცემად, თქვათ მობილური ტელეფონის, ინტერნეტის, რას იყენებს, რა საშუალებას იყენებს და ჩვენ გულიევის ტელეფონის საქმეზე ამოღებული გვაქვს შესაბამისად, მარტივად ხელმისაწვდომი იყო ეს ინფორმაცია. ის ირწმუნება, რომ ამ პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერავინ ვერ მიაწოდა არაერთი მიმართვის მიუხედავად. მე ურჩევდი ადვოკატს, რომ მეტი კვალიფიკაცია მიიღოს. ან უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეებზე უფრო მეტად დაკვირვებული იყოს, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული სისხლის სამართლის საქმეები, სადაც რა თქმა უნდა საგამოძიებო ორგანო იყენებს მსგავს პროგრამას და რითაც ჩვენ ვადგენთ კონკრეტულად რა ლოკაციაზე იმყოფებოდა პიროვნები. რამაზ გულაევს ახლა 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ ის უდანაშაულოა. გულაევები ირწმუნებია, რომ ალბინა გოგიაშვილმა კაცი შურისძიების გამო დააჭერინა. მიზეზი კი ოჯახებს შორის წლების წინ დაწყებული ფინანსური დავა გახდა. მე მინდა რომ მართალი სიმართლე იმას აქნას და ჩემი შვილი ესე რო არის ჩვენც უკვე აღარ შეგვიძლია. თხოვა სწორი მასა სასამართლოს ინტერესი რა გქონდათ? მაგის გამო რომ რაღაც თანხაზე ქონდათ დავა, ეს რა ქვია პროცენტიან თანხაზე. თუ ალბინა მაგას იძახდა რომ ადრე თუ გვიან იცოდე რამაზი მე თქვენ დაგაჯერე. რა თანხაზე იყო და რაღაც პროცენტიან თანხაზე დავებოდნენ, არა და ჩემს იცეს ის თანხა დაფარულია. ვითხოვ სამართლიან სასამართლოს ჩემი ქმარი ნამდვილად ვიცი რომ უდანაშაულოა, იმიტომ რომ მაგ დღისით ჩემთან ერთად იყო და ვიცი ალბინა როგორ ემუქრებოდა, სულ მაგას იძახდა. იცი რას ვიზავო, შენ ვარ დაგაჭერინო, მე ვერ მოვისხდი. ჩვენი ქონება დაყადაღებული არის და მომაჩემის სახელზეც არსებულ ქონებასაც დაყადაღებას ითხოვდა ალბინა, რომელიც სახლის ჩემ ძმის სახლის გაყიდვაზე გვემუქრებდა. ამ ბრალდებებს ალბინა გოგიაშვილი კატეგორიულად უარყოფს. მას და მის 70 წლის დედას ახლა ერთადერთი მოთხოვნა აქვთ. ისინი ფულის და ოქროს დაბრუნებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტის უკიდურეს ფორმას აანონსებენ. თუ ჩემი ქონება არ დამიბრუნდება დროულად, თუ გამოძიება ნორმალურად არ წავა, შვილებს გეფიცები, შვილიშვილ გეფიცები, ეს ორი ობოლი მეწოდება, აქამდე მე ცოცხალი არ ვიქნებო, ჩამოვალ თბილისში, გომელაურის უწყების წინ გადავისხან ბენზინს და თავს დავიწვან. ეს საქმე ახლა გახსნილად არის გამოცხადებული. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. თუმცა ამ დრომდე პოლიცია ვერც ოქროს და ვერც 150,000 დოლარის კვალზე გავიდა, რომელსაც მსხვერპლი მისი მტკიცებით წლების განმავლობაში პიანინოში ინახავდა.